მოგესალმებით მეტალაბის სტუდიიდან ეს არის გადაცემა ალგორითმი მე გახლავართ ირინა პეტროვა და დღეს ოთარ კვირიკაშვილთან ერთად ჩვენი გადაცემის თემა იქნება ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული საკითხი. ოთარა პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან რომ დღეს ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში ისე შემოიჭრა ეს ხელოვნური ინტელექტის თემა, მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდება და მინდა მოკლედ გითხრა ამ ზოგადად ხელოვნური ინტელექტის ისტორიის შესახებ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის არც ისე ახალია და მოკლედ ესეთი ისტორია შესავალი რომ გავაკეთოთ, საიდან მოდის და რა იყო მისი ასეთი კი ბატონო, მოკლედ რომ პირველ რიგში მადლობა ამ გადაცემისთვის. მოკლედ შესავალი რომ გავაკეთოთ, როგორც ექსპერტები ახსნიან ამ სიტუაციას და როგორც ხელოვნური ინტელექტი, ეს მცოდნე ხალხი, ვინც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებით არის დაინტერესებული, ხელოვნური ინტელექტი უნივერსიტეტებიდან და ლაბორატორიებიდან გამოვიდა უკვე სახალხო სიკეთე გახდა, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ბევრი თითქმის არ დარჩა პროფესია, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ შემოვიდა. რა თქმა უნდა 40-50-იან წლებში პირველი კვლევები მიდიოდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, მასაჩუსეტსის ინსტიტუტში, სხვადასხვა ამერიკულ უნივერსიტეტებში, სტენფორდში მათ შორის და პირველი მიზანი ასეთი იყო, რომ მიემსგავსებინათ პირველი ადამიანისთვის, მიემსგავსებინათ ადამიანის ტვინის იმიტაცია მოეხდინათ. თუმცა მე და იყო რაღაც პერიოდები, რასაც ეძახიან 70-იანი, 80-იანი წლების პერიოდი, როდესაც ეძახიან ხელოვნურ ინტელექტში გამყინვარებას, ასე ვთქვათ, ის ენთუზიასტებიღა დარჩნენ და რეალურად ინვესტორებიც გავიდნენ უკვე და აღარ აფინანსებდნენ ამ ხალხს და თითქოს გაჩერებული იყო ეს პროცესი და ადამიანები იყვნენ დარჩენილი, ვისაც მართლა სჯეროდა. და უკვე 90-იანი წლებიდან ხდება ახალი ბუმი ხელოვნური ინტელექტის, უკვე მონაცემთა დიდი მონაცემების დაგროვება. რეალურად გააჩინა იმის საფუძველი, რომ წასულიყო კვლევები მანქანური სწავლების, deep learning-ის და იმ მიმართულებებით, რამაც შემდეგ უკვე ხელი შეუწყო დღევანდელი დიდი ენობრივი მოდელების განვითარებასაც. იქამდე მისვლას, რომ უკვე მომწიფებული იყო, ვთქვათ, რასაც ახლა დიდენობრივ მოდელებს ეძახის ChatGPT-ის, Grok-ის, Gemini-ის და ასე შემდეგ. ეგ იყო ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, მოკლედ რომ იმოვიხილოთ, ძალიან დიდი შეიძლება ამაზე ერთი დღე ისაუბროს ადამიანმა იმ თვითონ უნივერსიტეტებში რა ხდებოდა, როგორ იკვლევდნენ, რას ტესტავდნენ, მაგრამ მაშინ კიდევ ვიძახი ძალიან ნელა თითქოს შეუმჩნევლად ვითარდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ჩვენთვის უკვე ადამიანებისთვის მარტივად დასანახი გამოდგა თვალსაჩინოებისთვის უკვე დიდი ენობრივი მოდელები, რაც ეს ფაქტიურად ჩვენ 2-3 წელია ამ ყველაფერს უყურებთ და საქართველოში თავიდან იყო ინგლისურად უკვე 5 წელია, ხო, ლამის ეს არის დიდი ენობრივი მოდელებთან გვიწევს შეხება, მაგრამ სანამ ქართულად არ გახდა ხელმისაწვდომი, მაინც ადამიანებს კიდევ არ იყენებდნენ ადამიანები და ფაქტიურად 1 წელია საქართველოში მასიური მოხმარების საგანი გახდა ეს ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულება დიდი ენობრივი მოდელი. ეს მისი ძლიერი მხარე რა არის ხელოვნური ინტელექტის, რა სიკეთეს უნდა ველოდოთ მისგან? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი წეგანაც ახსენე მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება, რასაც deep learning-ს ეძახიან, NLP არის computer vision-ი არის კომპიუტერული ხედვა, სხვადასხვა მიმართულებები აქვს ხელოვნურ ინტელექტს. ეხლა რატომ მოვაყოლე ეს სხვადასხვა მიმართულებები? ამ სხვადასხვა მიმართულებებიდან გამომდინარე, მილიონობით თუ მილიარდობით არა, საგანი ინფორმაცია აქვს დასწავლული ამ კომპიუტერს, ამ პროგრამას. მოკლედ, იმდენად კარგად არის უკვე დასწავლული, რომ
ყველა რუტინულ საქმეში ფაქტიურად ყველა რუტინულ საქმეში რაშიც შეიძლება კვირები გჭირდება და თვეები გჭირდება და ხელოვნური ინტელექტი გადაგვიწყვეტავს წუთებში, წამებში და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, იმიტომ რომ ადამიანები ვინც რაღაცაში რუტინაში ვიყავით ჩაფულები შეიძლება დოკუმენტებთან მიწევდა მუშაობა, რაღაცა ინფორმაციის მოკვლევა გინდოდა, ძიება გინდოდა, წვალება გჭირდებოდა ამ ყველაფერს გამოგითავისუფლებს და შეირჩება უკვე კრეატივისთვის, შემოქმედებისთვის დრო, რომ მე შემოქმედები, განსაკუთრებით შემოქმედებით ადამიანს, ვისაც რაღაც იდეები აწუხებდა, იდეები ამოძრავებდა, რჩება დრო იმისაც, რომ რაღაც შექმნას. მეორეც არის შეიძლება იდეები, ძალიან კარგი იდეები არ გქონდა, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტთან აი კოლაბორაციით, კომუნიკაციით შეიძლება დაგებადოს იდეები 2-3 კითხვის პასუხად, მისგან წამოსული უკვე ანალიზის საფუძველზე, როდესაც ის დაგილაგებს და გაგიშლის ყველაფერს ხელის გულზე დაგიწყობს, რაღაც იდეა გაწუხებს სიტყვაზე ბიზნეს იდეა თუ ასე შემდეგ, როდესაც ბიუჯეტს დაგიგენერირებს, გეგმას დაგიწერს და ასე შემდეგ თელ მონახას გაკეთებს, უკვე კი მარტივად ხვდები, უკვე საით წახვიდე, რომელი აირჩიო, რა გააკეთო, იმიტომ რომ აქამდე ხო ადამიანები თუ რამეს აკეთებდნენ, აი გამართლების იმედად ბრმად, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანს მანახებთ, ვინც მაგალითად სამთვიან გეგმას გაწერდა თავიდან ბოლომდე დეტალებში და დეტალურად და ხელოვნურ ინტელექტს ეს შეუძლია და ამის გარდა მილიონი მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტს არა, ამ შემთხვევაში დიდენობრივ მოდელს ამ ვიწრო მიმართულებით ვსაუბრობ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი იმხელა შესაძლებლობები აქვს და იმხელა მასშტაბზეა საუბარი, რომ ამის გარეშე უკვე ალბათ არც ერთი პროფესია აღარ დარჩება დედამიწის ზურგზე. მადლობა. მაგრამ აი რო იტყვია მედალს მეორე მხარეც აქვს, აი რა სუსტი მხარეები აქვს ამავდროულად ხელოვნურ ინტელექტს. აი სუსტი მხარეები ეს არის შენი პერსონალური ინფორმაციის დაუსაფრთხოების საკითხები, როდესაც არის ეხლაც მაგალითად ამერიკის ან გეოგრაფიულ არეალზე, სადაც ამერიკის მაცხოვრებლები ცხოვრობენ, გამოჟონა პირადმა მიმოწერებმა ონთეს იყო ერთ-ერთი ხარვეზი ოფენა აის და გამოასწორეს. მოკლედ Google-ში გავრცელდა პირადი შენი ჩათის მინაწერები ხელოვნურ ინტელექტთან, მაგრამ ესეთი ხარვეზები ნელ-ნელა გამოიხშირება, თუმცა რჩება პერსონალური მონაცემებთან და ეთიკურ სტანდარტებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა და ბოლომდე მეგონი არ ექნება უსაფრთხოების საკითხები. ამაზე მიდის ყოველდღიური საუბარი, მსჯელობა, კამათი, არიან ორგანიზაციები, ვინც მაგალითად კლაუდი ვისაც არის ანთროპიკი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენთვის პირველ რიგში ეთიკა და სტანდარტებია და მერე განვითარება. თუმცა არიან ორგანიზაციები, რომლებიც იძახიან, რომ მოდი ჯერ განვითარდეთ, ამას ვერაფერი ვეღარ გააჩერებს და ეთიკას და სტანდარტებს მერე შევუწყოთ ხელი. თუმცა ყველა რაღაც რეგულაციას ექვემდებარება და ემორჩილება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დახურულ კარს მიღმა სხვანაირად ფიქრობდნენ. და მთავარი გამოწვევა რაც არის დღეს ხელოვნური ინტელექტის აი პრობლემური მხარე რაც არის, ეს არის ავთენტურობა, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც შეიძლება ყალბი ვიდეოები შექმნას ადამიანმა, ყალბი ხმა დააგენერიროს, განსაკუთრებით აი კიბერდამნაშავეები, ვინც არიან მაგათთვის ძალიან ხელსაყრელი გახდა კიბერთაღლითობის მიმართულებები, აქამდე თუ მარტო იყო, აქამდეც იყო ძალიან ბევრი მიმართულება, მაგრამ ეხლა შეიძლება ადამიანის კლონი შექმნა Zoom შეხვედრებზე ადამიანს ალაპარაკო ისე კლონი რო ვერ მიხვდეს დაასწავლო მისი ენა, ხმა და ძალიან ბევრი кейსი არსებობს ამ მიმართულებით, როდესაც მოიპარეს, ანუ გადაარიცხნეს ადამიანებს ფული, შეიძლება შექმნა ხმა იდენტური, როგორც მაგალითად ჩემს ოჯახის წევრს აქვს და ცოლმა ან ქმარმა ერთმანეთს დაურეკოს, რომ ფული ჩამირიცხე იგივე ხმით და ანუ ვიდეო თვალით ჩაურთოს, რა ვიცი, ნებისმიერ მესენჯერზე, სიგნალზე, WhatsApp-ზე და ისე დაილაპარაკოს, რომ ვერც კი გაარჩიოს ადამიანმა და ამას ქვია phishing, ანუ voice phishing და ანუ ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ავთენტურობის ამბავმა. მეორეც აი საქართველოს პრობლემა, საქართველოს
მიმართულებით თუ შევხედავთ ამას, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ აი მაგალითად სხვადასხვა სეგმენტზე განსაკუთრებით ოკუპანტის სახელმწიფო რუსეთი ატარებს ფსიქოლოგიურ ოპერაციებს ყოველ კვირეულად და ყოველდღიურად და 1000 დეზინფორმაცია პროპაგანდა ვრცელდება ჩვენი ხალხის მიმართულებით და ბევრი ცრუ ნარატივი ვრცელდება, აი მანდაც ხელოვნური ინტელექტი ცუდი ადამიანების ხელში არის ძალიან დიდი საფრთხე ადამიანების მიმართულებით, იმიტომ რომ შენ როგორც გინდა მომზადებული ჯგუფები გყავდეს ადგილზე, თქვათ მისი მიზანია რომ რაღაცა ტყუილი ნარატივი ამ ფსიქოლოგიურ ოპერაციასაც აქვს რამდენიმე ეტაპი, 6 ეტაპიანებია, როგორ გავავრცელოთ ნარატივი, როგორ შევქმნათ ნარატივი, როგორ ავირჩიოთ სამიზნე აუდიტორია, როგორ გავაკეთოთ ამის დისტრიბუცია, რაც შეიძლება მეტ ადამიანზე, როგორ დავაპირისპიროთ ორი მხარე, როგორ გავთიშოთ ერთმანეთისგან და ასე შემდეგ. განსაკუთრებით როგორც გინდა კარგი მომზადებული ჯგუფები გყავდეს ამ მიმართულებით შენ, რომ ამას გავუმკლავდნენ 10-დან 3 ადამიანმაც თუ დაიჯერა, ეგეთ შედეგია იმ ჯგუფისთვის, ვინც მომხმარებლისთვის. კი, ჩვეულებრივი მომხმარებელი თან მით უმეტეს ეხლა ვერ მოსთხოვ ჩვეულებრივ მომხმარებელს, რომ ყველაფერი გადაამოწმოს, რასაც ეხლა Facebook-ზე კითხულობს თუ ინტერნეტ სივრცეში კითხულობს და ამიტომ ძალიან დიდი საფრთხეა ესეთი ქვეყნების ხელში ხელოვნური ინტელექტი, აი მაგალითად ჩინეთს აქვს მილიარდობით კამერა ხალხზე კონტროლის და თვალთვალისთვის, ეს აი ღიად ყველამ იცის და მე შემდეგ ამ კამერებს, ამ სათვალთვალო კამერებს იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანებს სოციალური ქულები ჩამოაკლონ. აი მაგალითად ვინ როგორ გადადის ზებრაზე, ვინ როგორ მოიქცა ქუჩაში და ასე შემდეგ, იმ სოციალური ქულების საფუძველზე შემდეგ შეიძლება ავტობუსის ბილეთი არ მისცენ, თვითმფრინავის ბილეთი არ მისცენ ადამიანს და ამას გარდა კიდე საბანკო გადარიცხვებს უკონტროლებენ, რომელი ქალაქში იყავი, რომელი ქალაქში გადახვედი და ასე შემდეგ. ეს ანუ ერთ მხრივ კი აქვს დადებით ხელოვნურ ინტელექტს, რომ მთელი სამყაროსთვის რაღაცა ბევრ ახალ რაღაცას გააჩენს, ახალ დისციპლინებს გააჩენს, როგორც აი მაგალითად სემალტმანი საუბრობს, ამბობს ესეთ რამეს, რომ აუცილებლად გაჩნდება ერთი ახალი დისციპლინა, რომელიც იქნება ყველაზე მაღლა რაღაც სფერო, მაგრამ აქვს ეს უარყოფითი მხარეებიც, ვინ როგორ გამოიყენებს ამას, აი დანასავით არის და ვიღაცა კარაქის წასასმელად იყენებს და ვიღაცა მოსაკლავად. მადლობა. აქვე მინდა ახლა წეგანახსენის რაღაც რუტინული მასში გვეხმარებაო. აი ხა იმან საკითხმა ჩამაფიქრა. ერთია რომ რაღაცა რუტინისგან მე მან თავისუფლებს, მაგრამ ამ ყოველდღიურ რუტინის დაგეგმვასაც თავისი მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დროს მართმას თავისი პლუსები აქვს, რაღაცა საკითხზე რომ მუშაობ, რაღაცა პრობლემის მოგვარებაზე, აქ ცდისა და გამორიცხვის მეთოდს ვიყენებ, მისეს შედუგებრივ კავშირებს და აი, როდესაც მე მთლიანად ხვდები რაღაც გამზადებულზე დამოკიდებული, უკვე რაღაც გარკვეული კოგნიტური უნარების ატროფიასაც გამოიწვევს. ინფორმაცია, რომელიც ყოველთვის ნებისმიერ დროს შემიძლია მოვიძიო, უცებ მყისიერად, ხო? მე აღარ მაქვს იმის საჭიროება რაღაც ყურადღების კონცენტრაციის, რაღაცა მასალის დამახსოვრების, ხო? ესეც რაღაც ერთგვარად ესე მგონია, რომ გარკვეულ ეს კოგნიტურ ატროფიას გამოიწვევს ადამიანში, აზროვნება აღარ დასჭირდება. აი მათემატიკური რაღაც როგორც აი კალკულატორი ტორმა რო ჩაანაცვლა, ხო? რაღაც თუნდაც ის გამრავლება, რაღაცა მათემატიკური ოპერაციების შესრულება, აი ესეც გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ აი ეს მეორე უარყოფითი მხარეც აქვს. გაზარმაცებას მე როგორ უყურებ მაგას იცით, გაზარმაცებას არ გამოიწვევს, მაგრამ მგონია რომ ქცევა შეცვლის ადამიანების, ანუ აზროვნებას შეცვლის, აი აქამდე თუ ესე აზროვნებდი ადამიანი რომ აი მიზეს შედეგური კავშირი რაღაცაზე ტვინი ჩართული ქონდა რა თქმა უნდა და თვითთავდი. მაგრამ ესეც ხო ინტუიციურობა, შემოქმედობითობასაც ხო იმაშრება, რაღაც ალტერნატივებს. ეხლა ვიძახი რომ თუ შენ გამოგითავისუფლდება ეს და ანუ ესეთი ცხოვრების წესი შემოაყოლა ჩვენთაგანის ცხოვრებაში, შენი ცხოვრების სტილი ან
ფიქრის სტილი შეიცვლება. ამას შეიძლება 2 და 3 წელი არ იყოს, მაგრამ რაღაც 10-15 წელში ადამიანები შეიცვლიან აზროვნებას და მე არ მგონია რომ ადამიანი გაზარმაცდეს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ესე მზა პასუხებს არაფერზე არ მოგცემს, რომ აი გამიმზადე რაღაცა და დამიდე, იმიტომ რომ მასთან კომუნიკაციის უნარიც გჭირდება, კიდე გჭირდება სტრატეგიული აზროვნება იმისაც, რომ კარგი სისტემები შექმნა და რატო ვიზახი ახლა. აი მაგალითად ახლა გამოვიდა უკვე GPT-5 მოდელი, რომელიც გაცილებით რთულ დავალებებს უმკლავდება. თუმცა კიდევ აკლია რაღაცებს ამატებენ და კიდევ შეივსება. ეს GPT-5 არის AGI-ის ეპოქაში გადასასვლელი ერთ-ერთი ნაბიჯი. AGI-ის ეპოქა არის ზოგადი ხელოვნური ინტელექტი. დღეს ვართ ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. შემდეგ უკვე ზოგად ხელოვნური ინტელექტს მოყვება, აი სამსაფეხურად რო დავყოთ, მოყვება დიდი სუპერ ინტელექტის ეპოქა. ეხლა რა ხდება? AGI-ის ეპოქა მოიტანს იმას, რომ იქნება ტექნოლოგიური დემოკრატიზაცია. ანუ ყველა ადამიანს მიუწვდება ხელი იმაზე, რომ შექმნას ვთქვათ AI აგენტი. ყველა ადამიანს ექნება ამის შესაძლებლობა მაგალითად ChatGPT-ს მისწერს და ეხლა მაგალითად არის სხვადასხვა შაბლონები გამზადებულები, სადაც ქმნი AI აგენტებს. აი მაყურებლებს რო ვთქვათ AI აგენტმა შეიძლება მარტივად რო ვთქვათ დაწერო მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა უცხოურ საიტებზე, მაგალითად BBC-დან აიღოს, CNN-დან აიღოს, გადათარგმნოს ქართულად, დადოს ქართულ საიტზე, შემდეგ ამ ქართული საიტიდან აიღოს, გააზიაროს Facebook-ზე, წარწერა გაუკეთოს და ასე შემდეგ აი მარტივად ან გაყიდვების აგენტი იყოს და დაგიგენერიროს ძვირადღირებული, ანუ კლიენტების ბაზები დაგიგენერიროს მაღალ შემოსავლიანი, დაბალ შემოსავლიანი და ასე შემდეგ და მარტივად მისწეროს მე მათ წერილები და ასე შემდეგ. ბევრ რაღაცას აკეთებს AI აგენტი. ამ AI აგენტზე ხელი მიუწვდება თითქმის ყველა ადამიანს, ვისაც ცოტა ხანში უკვე მზა შეუძლია ყველამ შექმნას. თუმცა პრობლემა რაშია და რას ამბობენ ექსპერტები? ვისაც არ შეუძლია სტრატეგიული აზროვნება და სტრატეგიულად სისტემების შექმნა, ის ადამიანები, რა თქმა უნდა, კონკურენციაში ვერ შეუძლენ იმ ადამიანებთან, ვისაც სტრატეგიული აზროვნება შეუძლია. და მაინც რჩება ადამიანს იმის სივრცე, რომ იაზროვნოს და იფიქროს, იმიტომ რომ თუ არ იაზროვნე და არ იფიქრე, ესე მხოლოდ იმ შაბლონების ხარჯზე კონკურენციაში ვერ შეხვალ შენ ვერანაირ ეხლა შეიძლება შეხვიდე, რომ არ არის ისეთი მასიური და ყველა არ იყენებს, მაგრამ როდესაც მთელი მოსახლეობა, როგორც წერა კითხვას და კომპიუტერები დაიწყებს ამის გამოყენებას, შენ რაღაც განსხვავებული უნდა იყო და განსხვავებული იქნები იმით, რომ შენ შეგეძლოს სწორად პრომპტ ინჟინერი, ან პრომპტების გაკეთება, ეხლა მაგალითად პრომპტ ინჟინერი არის ძალიან მაგარი მიმართულება და ეს არ არის მხოლოდ აი პრომპტის სწორად დაწერა, ესე არ არის პრომპტი, იგივე მთელი სისტემა, მთელი არქიტექტურა პრომპტს როგორ უნდა ააგოს სწორი პრომპტები იმისაც, რომ სწორი პასუხი მოგცეს ხელოვნურმა ინტელექტმა, ამ შემთხვევაში დიდმა ენობრივმა მოდელებმა. ადამიანებს ეხლა დღესდღეობით ბევრს არ შეუძლია ამის ბევრს კი არა, ჩვეულებრივი მიმართულებაა და ამაზე უკვე ვაკანსიები ცხადდება დასავლეთში. პრომპტ ინჟინერი არის ერთ-ერთი ძალიან პერსპექტიული მიმართულება. შენ თუ არ შეგიძლია მაგალითად რაღაცის დიდი ენობრივი მოდელის წაკითხვა, შემდეგ შექმნა, დატესტვა, თუ არ შეგიძლია გაიაზრო რომელი დიდი ენობრივი მოდელი გამოიყენო, ეხლა დღესდღეობით მაგალითად არის 10-15 ცნობილი დიდი ენობრივი მოდელი. თუ მივყვებით ეხლა Perplexity, Copilot, რა ვიცი, GPT, ChatGPT, Gemini, Grok და ასე შემდეგ თუ ჩამოვთვლით, სადღაც 10-მდე ავალთ ჩინელებს DeepSeek და ასე შემდეგ. მაგრამ შენ თუ არ იცი შენი მიმართულებით რა გამოიყენო, აი მაგალითად ეს დიდი ენობრივი მოდელები იზომება ბენჩმარკებით და ტესტებით, სპეციალური ბენჩმარკებით იზომება, რომლებიც ტესტავენ დიდ ენობრივ მოდელებს არა მარტო ცოდნის და უნივერსიტეტის ტესტების მიმართულებით, რომ მაგალითად ამაში უკვე თითქმის ყველა დიდ ენობრივმა მოდელმა გადალახა მაქსიმალური ზღვარი 90%-ს თითქმის ყველა მიუახლოვდა, ზოგი გასცდა კიდეც 40 მაგალითად ერთ-ერთი არის
MMLU, რომელიც ტესტავს აი მაგალითად უნივერსიტეტის გამოზე ფიზიკა, მათემატიკა, ისტორია და ასე შემდეგ, აი პასუხებს, რასაც გვაძლევენ ხოლმე დღესდღეობით, აი თითქმის ყველა დიდი ენობრივი მოდელი არის 90%-ს გადაცელი. მაგრამ აი მეორე მხარეც აქვს, რომ როდესაც ტესტავენ ამას უკვე ემოციური თვალსაზრისით დიდენობრივ მოდელებს. ეხლა შემოვიდა უკვე აგენტურული თვალსაზრისით, არა მარტო ცოდნა გადმოქცეს ამან, რა ქვია, ენობრივმა მოდელმა რაღაც ცოტა პასუხი გაქცეს, არამედ როგორ მოიქცეოდა მაგალითად კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც კოლ-ცენტრის ოპერატორის ადგილზეა და გამწარებული მომხმარებელი урეკავს და აი ამ მიმართულებებით ტესტავენ. და ამიტომ შენ უნდა იცოდე ადამიანმა თუ არ იცი მაგეთმევდი ვარ რომელი გამოიყენოს სწორად კი რომელი გამოიყენოს სწორად აი მაგალითად თქვენ ხართ ფსიქოლოგი და შეიძლება თქვენთვის ძალიან კარგი იყოს GPT-1 ხო ChatGPT რა თქმა უნდა რაღაც ლოგიკური მიმართულებით კარგად ვითარდება მაგრამ შეიძლება მეორე Perplexity იყოს ძალიან კარგი იმიტომ რომ Perplexity მონაცემებზე დაფუძნებულ წყაროებს იშველიებს და წყაროების გარეშე არ გაძლევს ინფორმაციას და მონაცემებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გაძლევს. მაგალითად, cloud-ი ძალიან კარგად აანალიზებს დოკუმენტურ მასალას და აი PDF ფაილებს თუ მისცემ შეიძლება ყველაზე კარგად გაგიანალიზოს და ამიტომ გააჩნია რა მიმართულებით მუშაობ იმ დღესით ან როგორ მუშაობ რას მუშაობ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ხელოვნური ინტელექტი არ გამომადგა და მარტო იყენებს Gemini-ს ან რაღაცა ChatGPT-ს მაგრამ შეიძლება მათემატიკური მიმართულებით უფრო კარგად სიტყვაზე მუშაობდეს რაღაცა ჩინური DeepSeek სიტყვაზე ვიძახი და ამიტომ ვიძახი რომ ადამიანს აზროვნება ყოველთვის დასჭირდება, ოღონდ ქცევა შეიცვლება. აქამდე თუ ვაზროვნებდით რაღაცა შაბლონურად, ნუ ეს აზროვნება ხო რაღაცა მოიტანა იქ ბერძნულმა ცივილიზაციამ, რომაულმა ცივილიზაციამ, ბიზანტიამ, ქართულმა რაღაცა კულტურამ და რაღაც საიდანღაც ხო მოვედით აქამდე, მაგრამ ეხლა გვჭირდება, ეხლა ვართ აი განსაკუთრებულ ეპოქაში, იმიტომ რომ განსაკუთრებული შესაძლებლობები გაგვეხსნა და კიდევ ვიძახი აი ამას ეძახიან ტექნოლოგიურ დემოკრატიზაციას რომ მასიურად მთელ სამყაროზე გავრცელდება ეს და გარჩევანის საშუალება. ამიტომ ჩვენ უკვე სხვა ფორმით უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. დიდი მადლობა. ოთარ ახლა მე კიდე მოვიზე, როდესაც ამ გადაცემისთვის მზადებოდი, ყველაზე გავრცელებული მითები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით და მოდით ეს მითებიც გავაბნიოთ. პირველი ესეთ ყველაზე გავრცელებული მითია ადამიანივი დაზროვნებს. ხო, აი მაგას რაც შეეხება წეგან ვახსენე რომ გადავდივარ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ჯერ ვიმყოფებით ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ძალიან ბევრს ცდილობენ მეცნიერები რომ მიამსგავსონ ადამიანს და ერთ-ერთი კომპონენტი ისაც იქნება ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ერთ-ერთი მანიშნებელი რომ ადამიანს მიემსგავსოს აზროვნებაში და ტვინის იმიტაციის დასწავლა ხდება დღესდღეობით სამი მიმართულებით ამზადებენ ჰუმანოიდ რობოტებს და ზოგადი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ამ ენობრივ მოდელებსაც ერთი არის ტვინის იმიტაციის დასწავლა მეორე არის რობოტიკის მიმართულებით შემხებლობის და აღქმის დასწავლა და მესამე არის ავტონომიური სწავლა. ამ ყველაფრის სწავლა უნდა შეძლოს ავტონომიურად და არა ჩვენი ჩარევის საფუძველზე. მაგრამ აქ რჩება ერთი მთავარი საკითხი, იმიტომ რომ შეიძლება მიემსგავსოს ძალიან ადამიანს ემოციებით, ბევრი რაღაცა ასწავლო, როგორ იქცევა ადამიანი, წეგანაც თქვი უკვე კიბერდამნაშავეები იყენებენ კარგად შენს ხმას რამდენიმეჯერ რამდენიმე სხვადასხვა მხრიდან აჩვენებენ იმას პროგრამას და რაღაც დონეზე ბაძავს, მაგრამ რაც თავარია ემოციები არ ექნება იმას ადამიანური და მორალი არ ექნება და ემპათიის უნარი არ აქვს. აი ამიტომ იძახიან რომ თუ რამეს ვერ ჩაანაცვლებს, აი პირველ ადგილზე დღესაც რო დაუსვათ კითხვა, მაგალითად ხელოვნურ ინტელექტს რომ აი რას ვერ ჩაანაცვლებს სრულად, პირველ ადგილზეა მედდა. რომელსაც ავადმყოფოს მე და რომელსაც შეუძლია რომ ემპათია გამოხატოს ეს პაციენტის მიმართ. ამიტომ კი შეიძლება ცოდნაში, რა თქმა უნდა, დღეს უკვე ეს GPT-5 მოდელი დოქტორის დონეზე და დოქტორზე მაგლა და ნებისმიერი გამოცდის ჩაბარება შეუძლია. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეედრება არ იძინებს საჭმელ საფრთხოს, სასმელ საფრთხოს, ბონუსებს საფრთხოს და არაფერს, მაგრამ
ნუ ეგ არის რომ ემპათია, ემპათია, ინტუიცია და შემოქმედებითობა, ეს კრეატიულობა მაინც ძალიან ინდივიდუალურია. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გადადის უკვე ავტონომიური დასწავლის რეჟიმზე და აი რითიც ახლა AI აგენტი განსხვავდება GPT, ანუ ენობრივი მოდელებისგან, ეგ არის რომ ენობრივი მოდელები ხო მაგალითად შენი კითხვის საფუძველზე გაძლევენ პასუხებს, მაგრამ AI აგენტს აძლევ ამოცანას და AI აგენტი თვითონ მიდის ამოცანასთან, შეიძლება შუაში ტრაექტორია შეცვალოს აბსოლუტურად შუა ფიქრის დროს და სხვა რაღაც შემოიტანოს, რაღაც კრეატივი მოიტანოს. ნუ აქვს AI აგენტებს ეგ უნარი, რომ რაღაც კრეატივი შემოიტანოს, მაგრამ ეგ რჩება ერთადერთი მთავარი რაღაც, რომ ემოცია და ემპათია რჩება დღესდღეობით მიუღწეველ რამით. აი ამითთან დაკავშირებით ესეთი წავეკითხა, ეს ბელგიის ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემაში წერა, რომ ადამიანი 30 წლის მამაკაცი დაოჯახებული ორი შვილის მამა გარკვეული პერიოდი აქტიურად ურთიერთობდა ხელოვნურ ინტელექტთან და ძირითადად ეს ეკოლოგიის საკითხებზე ძალიან სწუხდა და ამ თემის გარშემო ტრიალებდნენ. ნუ საბოლოოდ ისე დასრულდა მათი ურთიერთობა, რომ ადამიანმა სუიციდით დაამთავრა სიცოცხლე თვითმკვლელობით და ეს მეუღლეც რომ ლაპარაკობდა და ბოლოს ის მიმოწერაც რომ წაიკითხეს, ანუ აი ეს ემპათია, რაღაცა ეს თანაგანც და აი სტრესულ სიტუაციებში რაღაცა გამოსავალია, რომ აბსოლუტურად არ იყო, ანუ ილუზია რჩებოდა ამ ადამიანს, რომ ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მაინც ნუ დაგვავიწყდება, რომ ცოცხალი ურთიერთობა, ახლა როგორც მე და შენ ვზივართ, თვალით კონტაქტი გვაქვს და ერთმანეთს უზიარებთ და გვეს ემოციებით, ჟესტიკულაციით ვახდნეთ ჩვენი აზრებს. ეგაც ერთ-ერთი ის იქნება ალბათ, აი ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება ცოტა ხანში, რომ ეს live რეჟიმში ადამიანების ურთიერთობა ალბათ ძალიან მოთხოვნადი იქნება რამდენიმე წელში. ნუ ეხლა არის მსგავსი პროგრამები, მაგალითად ერთ-ერთი თუ არ ვცდები რეპლიკა ქვია, როდესაც ფსიქოლოგს ელაპარაკები და ის გიზი არის, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს პასუხს გაძლევს პროგნოზის საფუძველზე. აი წეგან პერპლექსიტი ვახსენე, პერპლექსიტი კი იღებს მონაცემებიდან და ანუ წყაროებზე დაყრდნობით, მაგრამ აი GPT მოდელი ეს რაც არის, ეს გაძლევს პროგნოზის საფუძველზე და მათემატიკური გამოთვლების საფუძველზე. როდესაც შენ მაგალითად ელაპარაკები, ეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს არ არის ცოცხალი ადამიანი, უბრალოდ მას აქვს მილიონობით ტექსტი დასწავლილი, მილიონობით შაბლონი დასწავლილი სხვადასხვა წიგნებიდან, ფილმებიდან, სურათებიდან და ასე შემდეგ და გაძლევს სავარაუდო პასუხს. ნუ ამის დახვეწაც ხდება, ეხლა გამორიცხვა ხდება მაგალითად ჰალუცინაციებს ეძახიან ამ მიმართულებას, როდესაც არასწორ პასუხს გაძლევს მაგალითად რაღაცაზე და აი ეს ჰალუცინაციების მინიმიზაციაც ხდება ეხლა, რომ აი მაგალითად ეხლა GPT-5 მოდელში გაცილებით ცოტა ჰალუცინაცია ექნება მოდელს, რომ მაგალითად ადრე რაღაცას გეტყოდა, რომ აი სიტყვაზე რომელიმე პრეზიდენტზე ან რაღაცაზე იყო ფეხბურთელი. და ძალიან დამაჯერებლად გეტყოდა, თამაშობდა ბარსელონაში, მანჩესტერში, ასე შემდეგ, ამდენი გოლი აქვს გატანილი ამდენი, მაგრამ ეს იყო ჰალუცინაცია. მაგრამ ამის შემცირებაც მიდის. თუ შენ თვითონ ქმნი ეს ცალკე მიმართულებაა კიდე, თუ შენ ქმნი მაგალითად AI აგენტს და რაღაც ენობრივ მოდელს და იქ ჰალუცინაციების ზონები იწერება 0-დან 2-მდე, რაც 0-ია გაძლევს მეტად სწორ პასუხს, 0 და 1, 0 და 2 და ასე შემდეგ. თქვათ 100-დან 100 სწორია, მაგრამ შენ თუ გაუწევ ამ თამასას თუ აუწევ 2-მდე, იქ უკვე მაგალითად შეიძლება გითხრას, ლექსად გითხრას, რაღაც სისულელი ან იმღეროს ან რაღაცა გააკეთოს, ანუ ეს ამ ყველაფრის დარეგულირება მიდის და კიდევ ვიძახი, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენი მყოფებით პირველ ეტაპზე მართალია ხელოვნური ინტელექტის გარშემო 50 წელი მიდიოდა კვლევები და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეხლა შევედით იმ პირველ ეტაპზე. რა, აი ვთქვათ, აი სადღაც გზაზე რომ მოდიოდეთ, საუბრობდეთ და სახლში შევედით, ოღონდ ჯერ პირველ საფეხურზე ვართ და უნდა გადავიდეთ, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ამას ვერავინ ვერ ამბობს, როდის გადავალთ, იმიტომ რომ ზოგი ეძახის უკვე ვართ რაღაცა დონეზე
მაგრამ ამ ეს რო ვიგრძნოთ რომ უკვე ვართ რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდეს და წეგანაც თქვი ერთ-ერთი არის ადამიანის ტვინის იმიტაციის დასწავლა იქ შემხებლობა იქ მეტი ემოცია, მეტი რაღაცა თუნდაც მიმსგავსებული ემპათია და ასე შემდეგ და ბევრი რაღაც რაც მოიტანს იმას რომ უკვე ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვიქნებით და იქ უკვე ეს რაღაცები აღარ იქნება. იქ უკვე ეს ჰალუცინაციები, მსგავსი ამბები იქ უკვე აბსოლუტურად გამორიცხული იქნება და ძალიან ბევრი ალბათ სასწაულის მომსწრეებიც გავხდებით, იმიტომ რომ ჩვენ დღესდღეობით კიდევ ვერ წარმოგვიდგენია რამდენ რამეს შეცვლის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო დროს აჩქარებს, აი ეს რასაც ჩვენ ვძახით რომ აი რუტინული საქმე შეამცირა რეალურად რას იწვევს მიდის დროის დაჩქარება თუ აქამდე რაღაცა საზოგადოებას ჭირდებოდა რომ ერთ კვირაში გაკეთდებოდა ეხლა კეთდება ერთ დღეში ერთი საუკუნის გასავლელსაც ალბათ გავივლით 20 წელში და დროის დაჩქარებასთან ერთად პროგრესიც იქნება თავისთავად, თუმცა რისკებიც ამას ვერსად ვერ წავუდგოთ. კიდევ ესეთი გავრცელებული მითია, რომ ის ყოველთვის მართალია და ყოველთვის უთყვარ ინფორმაციას გვაძლევს. კი ნაკლებად შევეხეთ ამ საკითხს. კი, აი მაგას ვიძახი ზუსტად ეგრო შევკრათ ეგ თემა. ეს უთყვარ ინფორმაციას ჯერ ვერ მოგცემს, იმიტომ რომ თვითონ ეხლაც რო შეხვიდეთ ChatGPT-ზე, ქვეშ გიწერია თუ არ ვწდები ChatGPT-ს აქვს რომ გადაამოწმე არენდო ყოველთვის ეგ არის, იმიტომ რომ ჰალუცინაციები არ არის გამორიცხული დღესაც. ენობრივი ნიუანსებიც კონტექსტიც მე მგონი ყველა ენას უნიკალური აქვს და ეს მაინც ხო მაინც დასწავლის მიმართულებით მიდის, იმიტომ რომ მართალია შეიძლება სწავლობს ის ქართულ ტექსტებს და ასე შემდეგ, მაგრამ ქართული ტექსტები შეიძლება ბევრი არ არის თქვათ ინტერნეტ სივრცეში იმდენი, მაგრამ დრო სჭირდება და აქეთკენ მივდივართ, მაგრამ ყოველთვის მართალი არ არის ერთი ეგ ჰალუცინაციების პრობლემა, რასაც ჰალუცინაციას ეძახიან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და მეორე რა შეგვიძლია ამით, როდესაც გადამოწმება გვინდა, აი ძალიან კარგი ხელსაწყოა პერპლექსიტი, რაც წეგანო ახსენი, რომელიც ყველა ყოველთვის იშველებს წყაროებს. მაგრამ ეგაც საკითხავი ახლა ის წყაროებისი დაწერილია მაგრამ რამდენიმე წყაროს იშველებს რამდენად ვალიდურია ინფორმაცია კი რამდენიმე წყაროს იშველებს 10-15 წყაროს იშველებს და ის ახლა ასავალ-დასავალ საკმის კვირის პალტრას არ მოიშველებს რაღაცაზე ნუ კვირის პალტრა შეიძლება მოიშველოს ქართულ ამბავზე ის იშველებს აი ძირითად წყაროებს რაღაცა შეიძლება სხვადასხვა დასავლური წყაროები და ამიტომ შეიძლება ვენდოთ, რასაც ChatGPT-ზე, რაზეც ChatGPT-ზე შეიძლება HU-ის შეტანის საფუძველი ჰქონდეს, გამოვიყენოთ Perplexity. ან სხვადასხვა მაგალითად აი თუ ჩინეთზე გვჭირდება რაღაც ყოფითი საკითხები, შეიძლება დავაყენოთ DeepSeek-ს, თუმცა როგორც კი პოლიტიკურ კითხვებს უსვამ DeepSeek-ი ძალიან აი სიტყვა ძუნწია ხოლმე და თითქოს არ გცემს პასუხებს, ვერ გცემს მოკლედ გიჭირს კი გეუბნება რომ აი ჩინეთი არის ავტორიტარული სახელმწიფო, მაგრამ მის მეც არაფერს რაღაც ცდები გქონდა არმის ჩვენ კურსანტებთან. სიღრმეებში არ ჩავიდა, მაგრამ ChatGPT-მ იქ მოუტანა ვენის კონვენცია, გაეროს ადამიანის უფლებები, ესა, რა ირღვევა და რა არ ირღვევა, ChatGPT აბსოლუტურად ყველაფერს შეეხება. და კიდე ესეთი ბოლო მითი, საზოგადოება ძალიან წოვს ამ ხელოვნური ინტელექტით და ესეთი ვარაუდია, რომ ის ჩაგვანაცვლებს ძალიან ბევრ სფეროში და მასიურ უმუშევრობას გამოიწვევს. პირველ ეტაპზე ალბათ მასიც იქნება, რადგან დღესდღეობით, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან დღესდღეობით ვისაც არ ეცოდინება ხელოვნური ინტელექტი და რაღაც დონეზე ნავიგაცია ამ სამყაროში, ის ადამიანები აუცილებლად დაკარგავენ სამსახურს. ეს არის აი 2x4. რადგან ამ ადამიანებს ჩაანაცვლებენ ის ადამიანები, ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლებს პირდაპირ რობოტი კი არ დაჯდება მათგანზე, მაგრამ ადამიანებს ჩაანაცვლებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება აი ამ უნარებით იქნება აღჭურვილი რაღაც 10-15 უნარი ექნება იმის რომ ამ სივრცეში შევიდეს.
ავიღოთ ნებისმიერი სფერო, მაგალითად ადამიანს ვისაც შეუძლია AI აგენტის გაკეთება ეხლა და სწორად წარმართვა, სტრუქტურირება, აი სტრატეგიულად აზროვნება, იმ ადამიანს ჩათვალეთ, რომ ამ AI აგენტის სახით ყავს 10 თანამშრომელი, 10-ზე მეტი თანამშრომელი. ნუ როგორც კიდე ჭკვიანი იყო, განსწავლული იყო, რაღაცა შეგეძლოს 11 ადამიანზე ჭკვიანი ვერ იქნები. თან მით უმეტეს ის 11 ადამიანი თუ დაუღალავია, არ იძინებს, ბონუსებს არ ითხოვს, შაბათ-კვირა მუშაობს, 24/7-ზე მუშაობს, შეუძლია ყოველწამიერი ინფორმაცია მოიძიოს მთელი მსოფლიოდან ყველა ნოვაცია და ინოვაცია ამოიღოს და დაალაგოს მაგიდაზე სტრუქტურირებულად და ამის კლასიფიცირება შეძლოს და ასე შემდეგ, შენ ვერ გაუწევ ამას კონკურენციას, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყო და ამიტომ ვიძახი ზოგადად ვინც ფიქრობს რომ არ უნდა ისწავლოს და არ განვითარდეს ამ მიმართულებით, ის ადამიანები აუცილებლად დაკარგავენ ყველაფერს. თუმცა და ის ადამიანები დაავიწყდებათ ხვალ უკვე აღარავის აღარ ემახსოვრება, იმიტომ რომ შევდივართ ახალ ეპოქაში. თან ვერ გაიქცევი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აი კარზე მოგვადგა აქვია საბანკო სისტემაში, მაღაზიებში, აბსოლუტურად ყველაფერში შემოვა. ნუ შეიძლება შენ კონკრეტულად ადამიანი არ ჩანოს, მაგრამ ამის გამოყენების გარეშე შენ ვეღარ შეძლებ მუშაობას. აი როგორც კომპიუტერის გამოყენების გარეშე, მაგრამ კომპიუტერი კიდევ უფრო მარტივი რამეა. მაგალითად ეხლა ცოტა ხანში აი ბუღალტრებს ჩაანაცვლებს, დამწყები იურისტებს ჩაანაცვლებს, უпроსოდ იურისტის ასისტენტებს. აი არის ესეთი პროგრამა Harvey AI, რომელიც აბსოლუტურად მთელი დოკუმენტაციას უმზადებს, ოღონდ ევროკავშირის და ამერიკის კანონმდებლობაზე ამ ეტაპზე, მაგრამ რახანა ევროკავშირის და ამერიკის კანონმდებლობა ისწავლა და მოერგო, ჩვენთანაც მოვა და თან ამ Harvey AI-ს უკვე ყიდულობენ დიდი კომპანიები, ანუ პროგრამული უზრუნველყოფასავით არის ამ ყველაფერს უწესრიგებს პირველად დოკუმენტაციას, საბუთებს და რაღაცას და აი ძლიერ ადვოკატებს უკვე დრო აღარ ეკარგებათ რაღაცეებში. კი, ამ რაღაცაში გილაგებს ამ თემას აბსოლუტურად გამართულად ბულეტებად და ასე შემდეგ. და შენ თუ ამ რაღაცებს არ გამოიყენებ, კონკურენციაში ვერ შეხვალ, უბრალოდ ვერ შეხვალ, ვერც გაუძლებ და ამიტომ ყველა ადამიანმა, რა ვიცი, მასწავლებელი იქნება, ეს ექიმი იქნება, განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით, პირველადი დიაგნოსტიკის მიმართულებით, ძალიან მაგრად ვითარდება, მასწავლებლების მიმართულებით, მაგალითად, აი ძალიან კარგი ხელსაწყოა 70-მდე ხელსაწყოა არა მარტო მასწავლებლების, არამედ მოსწავლეების AI-ის მიმართულებით, რომელიც პერსონალიზირებულ სწავლებაზეა უკვე მორგებული და იქ მე დავტესტე რამდენიმე ხელსაწყო, აი მაგალითად მოსწავლეს თუ უჭირს სიტყვაზე როგორ დაიწყოს წერა, საიდან დაიწყოს, როგორ დაიწყოს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, იმისთვის ცალკე დახმარებას აკეთებს და ასე შემდეგ. ამიტომ ბევრი კარგი რესურსი არსებობს. სტუდენტების აქტიურად იყენებენ ესეებში და სხვადასხვა ნაშრომებისთვის. ხო, სტუდენტებიც აქტიურად, ნუ ჩვენთან როგორც არის ხოლმე მეტი წელი პლაგიატისთვის იყენებს, თუმცა ამის შემოწმების ხელსაწყოებიც არსებობს და კიდევ ვიძახი, ცოტა ხანში მიხვდებიან, რომ ეს რაღაცები ცოტა ხანში თუ მართლა ცოდნა არ მიიღეს, ეს რაღაცები აღარ გამოადგებათ, იმიტომ რომ ამას შეიძლება დღეს ის მასწავლებელიც და ლექტორიც მოუმზადებელია და ვერ ხვდება როგორ გაფილტროს და როგორ დაახარისხოს ეს ინფორმაცია, მაგრამ ხვალდაზე ნუ ლექტორიც რომ მომზადებული და ხვდება, ის შეიძლება პლუსი მინუსად გადაიქცეს. და ეს ბოლო საკითხი, ეხლა ყველაფერი რო შევაჯამოთ, ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს და დგება აი ეს განათლების საკითხი, როგორც აი საბაზისო განათლება, ალბათ ყველასთვის რო ხელმისაწვდომი იყოს, ალბათ ეგეც დადგება დღის წესრიგში. კი, აი ეგ თქვი ზუსტად, რომ აი ტექნოლოგიურ დემოკრატიზაციას ეძახიან, აი ამ ხელმისაწვდომობას ზუსტად, რომ ყველა ადამიანს კონდეს იმის ხელმისაწვდომობა, რომ სიტყვაზე ააგოს AI აგენტი. მაგრამ ეგაც უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ უკეთ ააგებს, ვინ იაზრონებს სწორად და ასე შემდეგ. და თუ ამ მიმართულებით კიდევ ვიძახი, ამ მიმართულებით
ამ მიმართულებით კი არა, თუ ზოგადად მომავალში გინდა ადამიანმა რომ იცხოვრო, იარსებო და სადღაც ჩანდე და არსებობდე, აუცილებლად უნდა ისწავლო რაღაც დონეზე სიღრმეებში უნდა წახვიდე. თორემ აი სადღაც კი, აი რაც ეგან ჩამოთვალე რომ დიდი ენობრივი მოდელები მაინც არ არის აუცილებელი რომ ადამიანმა ნეირონულ ქსელებთან გქონდეს ურთიერთობა და ღრმა სისტემებში მიდიოდე და რაღაცა რობოტებს აგებდე ძალიან კარგია თუ გააკეთებ ამ ყველაფერს მაგრამ აი დიდი ენობრივი მოდელები იმ დონეზე რომ მაინც იცოდე როგორ შედგება რა არის სტრუქტურა როგორი ბენჩმარკებით იზომება და ასე შემდეგ შენ უკვე რაღაც დონეზე მომზადებული იქნები რომ კონკურენციაში შეხვიდე დანარჩენ საზოგადოებასთან თან ახლა ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ინტერნეტის განვითარებასთან ერთად და ხელოვნური ინტელექტის განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად სოფლიო ხდება ერთიანი. ნუ საზღვრები როგორც ესეთი აქამდე თუ შენ მარტო კონკურენცია გიწევდა ქართველ ასე ვთქვათ მუშახელთან საქართველოს შრომის ბაზარზე გიწევდა ნავიგაცია, ეხლა ეგრე აღარ არის. შეიძლება, ნუ ენის პრობლემა მოიშლება ხელოვნური ინტელექტის გამო, ან პირველი საფრთხე, ვისაც ემუქრება ეს არის თარჯიმნები და ენის პრობლემა მოიშლება, შენ შეგიძლია შეხვიდე გერმანულ ბაზარზე, ინგლისურ ბაზარზე, რა ვიცი, ამერიკულ ბაზარზე და შენ ამისთვისაც მზად უნდა იყო. შენ არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ აი მე ჩემ სოფელში ხო ყველას ვაჯობ ეს სიტყვაზე და მეტი რაღა მინდა. იმიტომ რომ შეიძლება ხვალ შენი კონკურენტი იყოს, რა ვიცი, მიუნხენიდან, ლონდონიდან, პარიზიდან და შენ იმისთვის უნდა იყო მზად, რომ მთელი სოფლიოს თან შეხვიდე კონკურენციაში. და ამიტომ ვიძახი, რომ აი სიღრმეებში წასვლა არავის არ გვაწყენდა. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო მოთად, რო არის შეზღუდული დრო, ალბათ კიდევ ბევრი საკითხი შევეხებოდით. მადლობას მოგახსენებ. შეგახსენებთ, რომ ეს გახდათ გადაცემა ალგორითმი, მე გახდით ირინა პეტროვა და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.